1000 რომ დათესა უკვე კვირა ნახევარი ორ კვირაში ამოვა მთელი ზამთარი იქნება უკვე გამწვანდება გაჯეჯილდება და დაახლოებით მაისის შუა რიცხვებიდან უკვე თავთავებს დაისხავს თავთავს რო იკეთებს უკვე ულამაზესი სანახავია აი ფეხმძიმობას ეძახიან თურმე აი მაკეობას ხორბლის მაკეობას გაიბერება და რომ ამოდის თავთავი რა ვიცი ახლა უფრო რამ შეიძლება გააბედნიეროს ადამიანი რომ ხედავ ძალიან სიამოვნებს და ნერე ხორბლის ყვავილობა კიდე ხო ზღაპარია და ეს გასყვავილია ო აბა და რო შრიალებს კიდე ზანდირს ხო აი ფხევი აქვს წამწამები აქვს და რო ქარი რო დაგხრლას ხო აი ზღვის შრიალის მსგავსი ხმა არის საოცრად სასიამოვნო და კარგი დიდი მნიშვნელობა აქვს რომ აი თხელი ნათესი იყოს და ერთმანეთს არ აწუხებდეს უფრო კარგი მოსავალი და ხარისხიანი თავთავები რომ იქნება შიგადაშიგ მორწყვა უნდა არა მორწყვა არის ჩვენთან ისეთი ნიადაგია რომ მორწყვას არ საჭიროებს მაინც კარგ მოსავალს იძლევა მეცნიერები ამბობენ რომ ზანდური მსოფლიო ხორბლების კულტურული დედაა ამის მეტი რა უნდა თქვას კაცს